მიწებმა უკვე შეწოდა ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეობის კანდიდატის ვინაობა. ცნობილია ეს ნიკა მელია. ნიკა მელიამ გამარჯვების შესახებ ვერაზე თავის სახლში ჩვენთან პოსტფაქტუმის გადამღებ ჯგუფთან ერთად შეიტყო. პარასკევი, 25 დეკემბერი, საღამოს 9 საათი. ნაციონალური მოძრაობის პარტიის ახალ თავმჯდომარესთან ინტერვიუს ჩაწერას ჯერ ვერ ვახერხებთ. ზარები, მესიჯები WhatsApp-სა და Messenger-ში არ წყდება. ილოცავ, ჩემო ძმაო. ილოცავ. მადლობა, ვეღარ მოგისარეს. ძალიან დიდი საქმე და წარმატებებს გისურვებ და მალე გაემარჯოს შენთან ერთად ჩვენ ქვეყანას მოო. მადლობა. საქართველოს ისტორიაში ეს პირველი შემთხვევა იყო, როდესაც პარტიის ლიდერი თავად მხარდამჭერებმა ონლაინ რეჟიმში აირჩიეს. ერთი კვირის განმავლობაში თანაპარტიელები არჩევანს ორ კანდიდატს, ლევან ვარშალომიძესა და ნიკა მელიას შორის აკეთებდნენ. კენჭისყრაში მონაწილეობა 21,000 ადამიანმა მიიღო. ლევან ვარშალომიძემ კოლეგას გამარჯვება Facebook გვერდიდან მიულოცა. ამ ინოვაციური კენჭისყრის იდეა საქართველოს მესამე პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს ეკუთვნის. ბატონო მიხეილ, რამდენად კარგი მაგალითი იყო შიდაპარტიული დემოკრატიისთვის ასეთი არჩევნები? ორივე კანდიდატი, რომელიც არის ორივე უბრალესი კანდიდატი, მელია, რომელიც გამოიჩინა საუკეთესო საბრძოლო თვისებები, ნამდვილი ლიდერის და ლევან ვარშალომიძე, რომელიც იყო უკრაინის მთავრობის უმნიშვნელოვანესი ნაწილი, ყველაფერზე უარი თქვა. მანამდე შექმნა ბათუმის სასწაული და ჩავიდა საქართველოში. მე ლევან ვარშალომიძის მემეტება ნებისმიერი ყველაზე მაღალი რანგის თანამდებობა საქართველოში. რა თქმა უნდა, მელია თავისუფლი ლიდერია, მაგრამ ეს რომ ხალხმა აირჩია, ის რომ მომავალშიც პრემიერ-მინისტრად ხალხი დანიშნავს, თავარ საკითხებს ხალხი მიიღებს გადაწყვეტილებას. ეს არის დემოკრატია, ეს არის თავისუფლება. იმიტომ არ ვამბობ, რომ მინდა ვასიამოვნო მიხეილ სააკაშვილი და ფართო ჟესტი გავუკეთო მას, როგორც ამ პარტიის სულის ჩამდგმელს და ამ ფუძნებს, რომელსაც ეკუთვნის, ხო? ძალიან ბევრი პოზიტიური სიტყვა და ქება, ხო? ვინაიდან ფაქტია, რომ ამ ადამიანმა შეუძლებელი შეძლო. როდესაც მან ეს შემონთავაზა ეს იდეა, რა თან ვიფიქრე, რომ კარგი იდეა, თან ეხა ელექტრონულ ფორმატში როგორ უნდა ავრჩიოთ თავმჯდომარე, ხალხი როგორ გაიგებს, ვერ გაიგებს, თან ჯერ ვერ გამოვედით ამ იმიდან გრიგოლ ვაშაძის ინგლისურად წასვლის ბახუსიდან თუ შეიძლება ასე ითქვას, უცბად ელექტრონულ ფორმატში. მაგრამ ვხედავთ, რომ ეს ადამიანი ბევრ ადამიანზე უკეთ ფიქრობს ხოლმე და როგორც ბევრი ტრადიცია დამკვიდრებულა ნაციონალურ მოძრაობის მიერ დარწმუნებულად დამკვიდრდება ქართულ პოლიტიკაში და არა მარტო ნაციონალურ მოძრაობაში. ეს არის განსხვავებული შტაბი, ასე ჩავიფიქრე. როგორი იქნება ნაციონალური მოძრაობა ნიკა მელიას თავმჯდომარეობით? გლდანის მაჟორიტარობის საარჩევნო კამპანიის დროს მან დიდი გამოცდილება მიიღო. განსხვავებული შეხედულებების მქონე ადამიანები გააერთიანა. ახალგაზრდები პროცესების თანამონაწილე გახადა. აპოლიტიკური ადამიანები პოლიტიკაში ჩართო. ბევრი ძალადობის, ქვების სროლის, ოფისის დაწვის, მუქარისა და შანტაჟის მიუხედავად ოცნებას გლდანში მოუგო. ახლაც ისტორიის სწორ მხარეს გაჩაღებულ ბრძოლაში ახალი ადამიანების ჩართვა სურს. ძალიან ბევრი ნიჭიერი დღემდე შეუმჩნეველი, რომლებიც შესაძლებელი ნაციონალურ მოძრაობაში არიან, უბრალოდ არ ჩანან, უნდა გამოჩნდნენ. და მეორე, ბევრი ადამიანი, ვინც არემარე გზვერავდა, დადიოდა ახლო-მახლო ნაციონალურ მოძრაობასთან, მაგრამ არ გვეკარებოდა. ჩემი უპრინციპულესი ამოცანა არის და უმნიშვნელოვანესი ეს ხალხი არათუ უბრალოდ მოვიდეს და მოგვეკაროს, გახდეს ნაწილი. ისევე როგორც მე არ ვფიქრობდი, რომ ვიქნებოდი პოლიტიკაში ჩართული და ვიქნებოდი პარტიის ლიდერი, ერთ-ერთი ახლა თავმჯდომარე, ჩემი მაგალითი მინდა გაუზიარო უამრავ ახალგაზრდას და დავარწმუნო, რომ საკუთარი ბედი მათ შეუძლიათ ახლა და არახვალ განსაზღვრონ. და არა მხოლოდ საკუთარი ამ ქვეყნის. ინტერვიუს შეწყვეტა ისევ გვიწევს. ტელეფონზე შემოსული ზარები კვლავაც არ წყდება. გახარებული იქნება, დარწმუნებული ვარ. ალბათ, განცდის გავორება ექნება, თან გახარებული და თან შეშინებული. შენი მამიკოს პროფესია უფრო მოგწონს თუ ბაბუსი?
ცნობილი კარდიოლოგი ანზორ მელია ვერ წარმოიდგენდა, რომ ექიმების ოჯახში დაბადებული და გაზრდილი ნიკა მელია არათუ ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე გახდებოდა, არამედ საერთოდ პოლიტიკაში წავიდოდა. ნიკას ბავშვობის წლებმა ისე ჩაიარა, რომ მამა დღე და ღამეს კლინიკაში ატარებდა. შვილის მომავალი პროფესია როცა წყდებოდა, ნიკა სამედიცინო სფეროსათვის შეეცოდა. პირადი ცხოვრება არ გექნებაო, უთხრა. ყველაფერი მოუყევი ექიმობაზე და ვერ გიმეტებ შვილო. ამისთვის მეთქი, მაგრამ რას წარმოვიდგენდი, სად შეყოფდა თავს. ეს რა იყო? მე და ნანა ვიყავით შოკში. თეთრხალათიანი ბებია და ბაბუა ამბობენ, რომ ნიკას 6 წლის ვაჟს პოლიტიკაში არავითარ შემთხვევაში არ გაუშვებენ. ექიმად ზრდიან. სანდრო ხასიათითაც და გარეგნობითაც მამის ბავშვობას აგონებთ. აი ნიკა ბაბუ, ნახე, ყოველთვის ჭკვიანი იყო. ნიკანორ მელია 1979 წლის 21 დეკემბერს თბილისში დაიბადა და ამ ქალაქის ყველაზე ლამაზ სახლად აღიარებულ ჭონქაძის 12 ნომერში იზრდებოდა. ეს სახლი ახლა კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაშია. კომუნისტების მოსვლამდე იქ თამბაქოს მწარმოებელი, პარიზიდან ჩამოსული ბიზნესმენი ბოზარჟიანცი ცხოვრობდა. იტალიურ ეზოში დაბადებული სიყვარული დღემდე გრძელდება. თქვენ ნიკა მელიას მეზობელი ხარ? დიახ, მუშაობდი ნომერ 4 მაცივარ კომბინატში. სადაც მქონდა ნაყინის ფაბრიკა. საღამოს რომ მოდიოდი სახლში და ვიცოდი, რომ აი ეს გადასარევი ბავშვები მხვდებოდნენ, ყველასთვის მომქონდა ნაყინი. მოვარდებოდა ნიკა, ამირა ბიჭი, ყველაზე მეტი მე მომეციო. გადასარევი ბავშვი იყო. 84 წლის ამირან ჩიკვილაძის მოგონებებში პატარა ნიკა მელია ეზოში ფეხბურთს თამაშობს. ყველასთან მეგობრობს და სუსტებს იცავს. ეს სანამ ბნელი 90-იანი წლები დადგება. შემდეგ მთაწმინდა ბიჭებისთვის საშიში რაიონი ხდება. სამოქალაქო ომი, განუკითხაობა, შიმშილი, ყინვა, უსინათლობა. ძალიან დიდი იყო ცნუნება, რომ ფეხი აგრეოდა და ნორმალურ ხალხს არ გაყოლოდი ცხოვრებისეულ ბილიკზე. დიდი წვლილი შეიტანა ჩემი შეცდომების არ დაშვებაში ცხოვრებაში. სასწავლებელმა, სადაც მე ჩავაბარე 97 წელს ეროვნული უშუალოების აკადემიაში. აკადემიის დამთავრების შემდეგ 2003 წელს ჯერ კიდევ ვარდების რევოლუციამდე ინგლისში სასწავლებლად გაემგზავრა. ოქსფორდის ბრუქს უნივერსიტეტის მაგისტრატურაში ჩააბარა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი დაამთავრა. აღმოაჩინე, რომ ყველა ჩემი ჯგუფელი მუშაობდა, დამთავრდებოდა რაღაცა ლექციები და მიდიოდნენ სამუშაო და დავიწყე გრილერად მუშაობა. ანუ ქათმეს ვწამდი, ქათმების რესტორანში, ნანდოსი ტრანსნაციონალური კომპანია. როდესაც გავიგე, ქათმების რესტორანში დაიწყო მუშაობა, დაურეკე და უთხარი, მამა მეთქი, თუ არ ყოფნის, გამოგიგზავნე და მამაო, აქ ყველა მუშაობს. აქ თუ არ იმუშავეო, ვერ მიაღწევ საწადელსო და დიდი მადლობა, მე არაფერი არ მჭირდებაო. 2008 წელს თბილისში დაბრუნდა. მრგვალ ბაღში შეგნებულად მივყავართ. სწორედ აქ მოხდა მისი ცხოვრების მთავარი გარდატეხა. ხო, აი ეს არის ის კაფე, რესტორანი თევზის. აი აქ გავიცანი, გიგი უგულავა. პირველი პოლიტიკოსი შეიძლება ითქვას, სოციალური პოლიტიკოსი, რომელმაც აი დამღუპა თუ გზა გამიხსნა ქართულ საგიჟეთში პოლიტიკურში. გამიხარდა თქვენი ნახვა. მან ნიკას მთაწმინდის გამგებლობა შესთავაზა და ამ დღიდან მელია ბრძოლის ავანგარდში ჩაერთო. შემდეგ იყო თბილისის მერობის კანდიდატობა და მეორე ტური. მართლა? დიდი მადლობა. ქალაქში ყველა ცნობს და აჩერებს. დაკავებული გრაფიკის მიუხედავად, ჯანსაღი ცხოვრების წესს იცავს. სახლიდან ველოსიპედით ხშირად გამოდის. ველოსიპედზე შემომჯდარი ნიკა მელიას მეგობრის და იურისტის გიორგი კონდახაშვილის ნახვა ნამდვილად მიკვირს. მას რომ ხედავ, ასოციაცია სულ სასამართლოსთან და ნიკა მელიას პროცესებთან მაქვს. თბილისი პატარა ქალაქია. 2007 წელს დამეგობრდნენ და მას შემდეგ უკანონოდ დევნილ მეგობარს მუდამ ხარში უდგას. რა გადაწყვეტილებაც არ უნდა გამოიტანოს ვებქელობიძე, მე გადაწყვეტილებას არ დავემორჩილებ.
2013 წელს მელიას ბრალი ქართულ ბანკის გაკოტრების საქმეზე წაუყენეს. შემდეგ თაროზე შემოდეს. ოცნებას რომ არ დაუმეგობრდა, 7 წლის თავზე საქმე განაახლეს, 100 ტომის შესწავლას დიდი დრო დასჭირდაო. დამნაშავედ თანამდებობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში ცნეს და 25,000 ლარით დააჯარიმეს. 2020 წელს ამ საქმის საფუძვლით დეპუტატობის უფლებამოსილება შეუწყვიტეს. პარლამენტის სხდომათა დარბაზში მარტო სახელმწიფო მანქანის წინაშე დატოვეს. იმ კონკრეტულ დღეს მე ჩემი თავიც გავიცანე, მე არ ვიცოდი ჩემ თავს ასე. ხო შეიძლება შემშინებოდა. მე არ ვიცოდი, მე არ ვიყავი, თვალებში არ ჩამიხედავს მაგალითად ამ საფრთხისთვის, რომ აი 2 საათში შენ შეიძლება გახდე პატიმარი. და შეიძლება გამწყდარიყავი, ხო? და თავი აღმოვაჩინე მდგომარეობაში, სადაც არათუ გავწყდი, პირიქით გავძლიერდი. 20 ივნისის შემდეგ, მაშინ როდესაც რობოკოპებმა ბავშვებს თვალები დათხარეს და არც ერთი სპეცრაზმელი არ აღმოჩნდა გისოსებს მიღმა, პირიქით, ნიკას დაჭერას შეეცადნენ. შინაპატიმრობა მიუსაჯეს და ხელზე უსამართლობის სიმბოლო, ელექტროსამაჯური დაამაგრეს. როგორც იურისტისთვის, ცოტა ღიმილის მომგვრელია, რაღაც სახელმწიფო გადატრიალებაზე საუბარი, ანუ ეს საქმეშიც ძალიან კარგად ჩანს და ყველასთვის ახლა ეს 2x2 4-იან. ფაქტობრივად ეს საქმე არის მოგონილი ერთადერთი მიზნით, რომ სასაცილოა, რომ ჯერ იმისთვის მოიგონეს, რომ რაღაცნაირად დაებრკოლებინათ, ჩამოეცილებინათ იგი აქტიური პოლიტიკიდან, მაგრამ მე მგონი პირიქით მოხდა, ხო? ნამდვილად პირიქით მოხდა. ნიკა მელიამ გლდანში გაერთიანებული ოპოზიციის მაჟორიტარი დეპუტატობის ძლიერი კამპანია ჩაატარა, თუმცა არჩევნების დღეს ჯერ ნამდვილი ომი მოუწყვეს და შემდეგ მოგებული არჩევნები წაართვეს. მესიჯი მივიღე დედაჩემისგან, ხალი რომელიც 6 წლის განმავლობაში მებრძოდა პრაქტიკულად არ მოვიდოდა პოლიტიკაში. ბრძოლა ბოლომდე. 1 ნოემბერი 6 საათი 7:30-ზე დილას მივწერე, ხო? და მომწერა მალე. სანამ დაეცემი წადი, ცოტა მაინც დაიძინე და ბრძოლა ბოლომდე. ერთი რა შემეძლო. არა მართა გავგიჟდი, არ მეგონა რომ აი ასე რაღაცნაირად ასე მოატრიალებდნენ ამას. 1 ნოემბერს გაყალბებული არჩევნების პირისპირ დარჩენილმა ნიკა მელიამ დაუმორჩილებლობა გამოაცხადა და უსამართლობის სიმბოლო დემონსტრაციულად მოისროლა. პარლამენტში შესვლაზე თანამებრძოლებთან ერთად უარს აცხადებს. ბრძოლა გრძელდება. ახლა ასმაგად ბევრი აქვს სამუშაო. პარტიის თავმჯდომარედ ერთხმად არჩეული იქნა ნიკა მელია, ნიკა გთხოვთ ტრიბუნასთან. დღეს ნაციონალური მოძრაობის ყრილობაზე პარტიის თავმჯდომარე ნიკა მელია ოფიციალურად დაამტკიცეს.